გორ აპირებს მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციის გატარებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არის ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. სამშვიდობო ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ან უკვე დაანონსდა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. ეს სფერო შეიძლება ითქვას ახალი ხელისუფლებისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, გამოკვეთილი სავიზიტო ბარათი, რომელთაც ხელისუფლება ამაყობდა მთელი ამ წლების განმავლობაში. როდესაც წლების შემდეგ დადგა აუცილებლობა, რომ ეს ამ სფეროში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. შეიძლება დავსვათ ესე კითხვა, რომ ამ სისტემამ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე არ გაამართლა? საღამოშვიდობის. მე ასე არ დავაყენებდი საკითხს. ამ სისტემამ არა მარტო გაამართლა, არამედ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვა რამდენადაც ყველასთვის აქტუალურია ნებისმიერ ადამიანისთვის, ამავე დროს ძალიან სპეციფიური არის და მის თუნდაც ძირითადი მონახაზების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ რაღაც ანალიზი გავაკეთოთ. კერძოდ, პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო ჯანდაცვის სამი ძირითადი საყრდენი და რაც არის მისტომადობა, ხარისხი და ფასი, რაც შეიძლება სწრაფი ინტერვენცია ჩარევა გაგვეხორციელებია მისტომადობაზე და ეს ჩვენ წარმატებით შევძველით. თუმცა ასეა, რომ თუ კომპლექსური მიდგომა არ იქნა და რეფორმა არ გატარდა ხარისხის და ფასის მხრივ, მხოლოდ მისტომადობა ხშირად არ არის საკმარისი და პირიქით შეიძლება საფრთხეებსაც შეიცავდეს. ანუ ჩვენი მიმდინარე რეფორმების ის იმ ლოგიკაში, რაც ზოგადად გლობალური ჯანდაცვის ლოგიკა. კარგით, ეხლა უკვე რა ეტაპზე გადავდივართ და რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები? კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში? ამას წინათ თქვით, რომ კერძოდ დაზღვეული 500,000 ადამიანი ამ სისტემით ვეღარ ისარგებლებს. შეგიძლიათ უფრო კონკრეტიკა შემოგთავაზოთ? საქმე იმაში არის, რომ მე არასოდეს არ მithქვამს, რომ 500,000-ზე მეტი ადამიანი ამით ვეღარ ისარგებლებს, რადგანაც ეს მე ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ვთქვი და სწორედ ეს ლოგიკა შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომ საყოველთაო ჯანდაცვით შეეძლო და შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ მან, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა. ეს არის ერთ-ერთი ჩართულობის კრიტერიუმი და ეს ჯერ კიდევ მოქმედი კრიტერიუმი არის. საქმე იმაშია, რომ 2013 წლიდან დღემდე არ მოხდა გარკვეული სრული განახლება მონაცემთა ბაზების და ეხლა გვაქვს ერთგვარი ზრდება 500,000-ზე მეტი, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, არ უნდა სარგებლობდეს საყოველთაოთი, თუმცა არის რამოდენიმე ათასი საბედნიეროდ ძალიან ცოტა დარჩენილი ამ ზრდებაში. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ეს ზრდებები გამოსწორდება და შენარჩუნებული იქნება იგივე ლოგიკა, რაც თავიდანვე 2013 დასაწყისში იყო ჩადებული საყოველთაო ჯანდაცვაში. ანუ ბაზების მოწესრიგებამ გააჭიანურა, ესე ვთქვათ, რომ ამ სფეროში გარკვეული ცვლილებები მომხდარიყო და 500,000 ადამიანს, რომელსაც თქვენ ეხლა თქვით, რომ ისინი არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით, ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ. შეიძლება რომ ეს მხოლოდ ამას დავაბრალოთ ახლა. დავაზუსტებ, იცით, იმიტომ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. 535,000 ადამიანი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებულია როგორც კერძო დაზღვევის, ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელი, ისინი არ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვით. ეს არის ცალკე კატეგორია. საყოველთაო ჯანდაცვის ამოცანა არ არის, რომ ფული გადაუხადოს ყველას, დიდარს და ღარიბს, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, არამედ შექმნა სისტემა. კი, მე სწორედ ამიტომ გისვამთ მეორე კითხვას ამაზე ბატონ დავით, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვესმოდა ამ პროგრამის მიმართ კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობენ ისინი, ვისაც ესე ვთქვათ, არ ეკუთვნით, იმიტომ რომ აქვთ შესაძლებლობა და ისინიც, ვისაც ეკუთვნის. დიახ, მაშინ ამ კუთხით ვიტყვი, რომ 9,5 მეტი ადამიანი, რომელთაც აქვთ კერძო დაზღვევა, არ სარგებლობენ საყოველთაო, არც არასოდეს უსარგებლოებიან და არც მომავალში არ ისარგებლებენ. ეს 9,5 მეტი ადამიანი არის სწორედ სავარაუდოდ ის კატეგორია, რომელსაც აქვს მაღალი და საშუალო შემოსავალი. რატო წამოიჭრა საკითხი ამ დაზუსტებების საერთოდ? იმიტომ რომ 2013 წლიდან დღემდე იყო ორი მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი. 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც მთლიანად გადმოვიდა მართვა სახელმწიფოზე და 2014 წლის შემოდგომიდან 2016 წლის შემოდგომამდე. სწორედ ამ მონაკვეთებში განახლება მიმდინარეობდა, მაგრამ დარჩა ზრდება რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანის, რომელიც სწორდება, რომ ეს ლოგიკა შენარჩუნებული იყოს და აქვე დავამატებ, რომ არამც თუ ეს განსხვავება გამიჯნა კერძო, ვისაც აქვს საყოველთაოთი ვერ ისარგებლებს, არამედ თვითონ საყოველთაოში ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა არის
დახმარების მოცულობაში სოციალურად დაუცველებისთვის მაგალითად დაახლოებით 2-ჯერ უფრო დიდი არის ის სერვისების ის პაკეტი, რომელსაც უფარავს სახელმწიფო, ვიდრე ყველა დანარჩენისთვის. ანუ თვითონ ეს არ არის ესეთი წრფივი მოცვა განურჩევლად ყველაფრისა. გამიჯნული არის 9 მილიონი და დარჩენილ მოსახლეობაში 3.2%-იც ასევე გამიჯნული არის საყოველთაო ბევრად მეტ დაახლოებით 2-ჯერ ციფრებში შემიძლია გითხრათ ეს ყველაფერი, დაახლოებით 2-ჯერ მეტი გამოდის სოციალურად დაუცველებზე, ბავშვებზე, პენსიონერებზე, სტუდენტებზე, ანუ იმ კატეგორიებზე, ვინც იქამდე საყოველთაომდე მხოლოდ ისინი იფარებოდნენ, მათ დარჩათ უფრო მაღალი მოცვა, ხოლო ყველა დანარჩენს შედარებით დაბალი, თუმცა საბაზო საჭიროებები დაფარული არის ყველასათვის. კი ბატონო, მოდით ახლა კერძო დაზღვევასაც შევეხოთ. კერძო სადაზღვევო კომპანიები ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს იმ სერვისებს უფინანსებდნენ, რაც საყოველთაო დაზღვევით არ იყო გათვალისწინებული. ანუ ასეთ სქემას ვიღებდით. ამ სქემით ერთ პაციენტს შეეძლო ორივე სისტემით ესარგებლა. თუ ახლა კერძო დაზღვეულებს საყოველთაო დაზღვევას საერთოდ აღარ მოემსახურება, ხوار დადგება მოქალაქე, ესე ვთქვათ, არჩევანის წინაშე, რომ არჩევანი გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაო დაზღვევაზე, საყოველთაო ჯანდაცვაზე და შესაბამისად ამით კერძო სექტორი ხوار დაზარალდება, ფასებს ხوار გაზრდიან კერძო კომპანიები, დგას ეს საკითხი. აი, შეხედეთ როგორ ხდება იმის გამო, რომ აი 2014 წლიდან დღემდე შეიქმნა სიტუაცია, რომ ჩართულობის კრიტერიუმი საყოველთაოდ შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ მან, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა, მოგცა ესეთი სურათი. ერთის მხრივ ადამიანები, ვისაც 2013-ში ჰქონდათ კერძო დაზღვევა და შესაბამისად ვერ გახდნენ საყოველთაოს მონაწილეები და შემდეგ რაიმე მიზეზის გამო დაკარგეს კერძო დაზღვევა, ისინი ვერ შემოვიდნენ ისევ საყოველთაოში. მათ ჩვენ მივანიჭეთ მხოლოდ მინიმალური მოცვის პაკეტი. და მეორე მხრივ ადამიანები, რომელსაც 2013-ში არ ჰქონდათ კერძო და შესაბამისად გახდნენ საყოველთაოს მონაწილეები და მერე შეიძინეს კერძო დაზღვევა, მათი მზღვეველები ზოგ შემთხვევაში ცდილობდნენ, რომ მიიღოთ ორმაგი დაფინანსება, ანუ რაც ჰქონდა ვალდებულება კონტრაქტით კერძო სადაზღვევო კომპანიას შესრულების მაგივრად პირველ რიგში აგზავნიდა სახელმწიფო დაწესებულებაში და ამით ცდილობდა, რომ ხარჯები გადმოემისამართებია სახელმწიფოზე. აი ესეთი მდგომარეობა ჰქონდათ ამ შემოდგომისათვის. სექტემბერში ამ 9 მილიონიდან 128,000 მონაცემთა ბაზები უკვე გასწორებული არის და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ან მაქსიმუმ იანვრის შუარიცხოვამდე ეს ბაზები გასწორდება. ამით ჩვენ მივიღებთ რას? მივიღებთ იმას, რომ ადამიანი, როდესაც ყიდულობს სადაზღვევო პაკეტს, მიიღებს იმ მომსახურებას, რაც გაწერილი არის პაკეტში და რაც მას შეძენილი აქვს კერძო სადაზღვევო კომპანიისაგან. და მეორეს მხრივ, ის ადამიანები, ვინც მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდნენ, ანუ დაკარგეს კერძო და ვერ შევიდნენ მთლიანად საყოველთაოში, მათ მოგვეცემა საშუალება, რომ მივცეთ მთლიანი საბაზო პაკეტი, ანუ გამოსწორდება, გახდება სამართლიანი აი ამ ხარვეზების არსებობის გამო. რაც შეეხება იმას, რომ გააძვირებს პაკეტს თუ არ გააძვირებს, ეს ჯანდაცვის ბიუჯეტი არ არის კერძო ბიზნესის მხარდაჭერის, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა კერძო ბიზნესისადმი. ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობის ფული. რაც შეეხება გააძვირებს თუ არა, ამის თქმა ახლა რთულია, სანამ ბოლომდე არ გაიფილტრება ბაზები, თუმცა ხაზს უსვამ, რომ სადაზღვევო ინდუსტრიისათვის რისკები ბევრად დაბალია და შესაბამისად ხარჯები და პაკეტის ღირებულება დაბალია მაშინ, როდესაც მათთვის მომავალი არის პროგნოზირებადი და ამ ბაზების გასწორება სწორედ აი ამ პროგნოზირებად მომავალ შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევის სერვისებისთვის კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების შერჩევა მიმდინარეობს, ამის შესახებაც იყო საუბარი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარკვეულწილად რაღაც რიგებს წარმოშობს სამედიცინო დაწესებულებაში, გარკვეულ დისკომფორტს ხო არ წარმოქმნის, იმიტომ რომ ადრე ასე არ იყო, ბატონო დავით? მოდით ესე ვთქვათ, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მართოს შექმნას ჯანდაცვის სისტემა, იყენებს ხარისხის და ხარჯეფექტურობის მისაღწევად სამ მთავარ ინსტრუმენტს. ეს არის ნებართვების და ლიცენზიების პირობები, მეორე ეს არის ხარისხის კონტროლის ძალიან რთული სისტემა, რომელიც ხარისხზე და შესრულებაზე დაფუძნებით უნაზღაურებს, მომწოდებლებს და მესამე ეს არის არჩევით სელექტიური კონტრაქტირება, როდესაც წესდება უფრო მაღალი თამასა, ვიდრე ეს არის მხოლოდ სანებართვო პირობები. სახელმწიფოები ამისათვის სამივე ინსტრუმენტს იყენებენ ხოლმე სხვადასხვა დოზებით. ეხლა თქვენ კითხვაზე პასუხი, რომ ეს რიგებს ხო არ გამოიწვევს. უბრალოდ შეგახსენებთ 2013 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაორმაგებდით იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ჩაერთვებოდნენ ჯანდაცვის სერვისების მიღებაში. სწორედ პირველი ნაბიჯი საყოველთაო ჯანდაცვის. მე მაშინაც ვისმენდი ხოლმე თხილდამოკიდებულებას, რომ ეს ხო არ გამოიწვევდა რიგებს, ავრალებს და ამ შემდეგ. ვიმეორებ, გავაორმაგეთ მოქალაქეების რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში. ეს მოხდა 28
თებერვალს 2013 წლის და ამას არ გამოუწევია რიგები, იმიტომ რომ დაგეგმილი იყო სწორად, მივეცეთ თავისუფალი არჩევანი და პირიქით რიგები შემცირდა, იმიტომ რომ მაშინ იყო მიბმულები გარკვეულ დაწესებულებებზე. გიდასტურებთ, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგია და არც ახლა ვაპირებთ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც მარტო ჩვენ მოგვიტანს ხეებს, მაგალითად დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს, მაგრამ პრობლემა შეუქმნის ჩვენ მოქალაქეებს. არავითარ შემთხვევაში ეს იქნება გათვლილი და რისკების მინიმუმამდე ჩამოყვანით გადადგმული ნაბიჯები. რო შევაჯამოთ საყოველთაო ჯანდაცვაზე ჩვენი საუბარი, ანუ თავიდან იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო მაღალი დონის, როდესაც გატარდა პირველი ეტაპი. ეხლა როგორ შეიძლება დავახასიათოთ რეფორმა, რომელსაც გაატარებთ თქვენ? ეხლა როგორ რას გაუკეთებთ? თავარი აქცენტი რაზე კეთდება? თავარი აქცენტები შეგვიძლია აი 4 მიმართულებით გავყოთ. პირველი ეს არის პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტის გაზრდა. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეები ხშირად დაავადების შემთხვევაში მიმართავენ პირდაპირ სტაციონარებს და ეს ხდება შორსასულიან გართულებული შემთხვევებისას. როდესაც უნდა იყოს პირიქით, უხშირეს შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვა, ანუ სხვა სიტყვებით, ოჯახის ექიმი უნდა აგვარებდეს ამ პრობლემებს ადრეულ ეტაპზე და ძალიან ცოტა შემთხვევაში ჭირდებოდეთ სტაციონარში მისვლა. ჩვენი ამოცანა არის აი ამ რეფორმის გატარება. მეორე არის ხარისხის კონტროლის სისტემის დაწესება. პირველი ნაბიჯები გადადგმულია და არჩევითი კონტრაქტირება სწორედ ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ამის. ანუ მეორე, ასე ვთქვათ, სათაური ეს არის ხარისხის კონტროლი. შემდეგი სათაური მიმართულება, ასე ვთქვათ, არის მესამე საყრდენი ჯანდაცვის ფასი. ფასს წარმოქმნის ისეთი ინტეგრალური სისტემის დანერგვა, რომელსაც იყენებენ ევროპაში, რომელსაც მინიმუმამდე ჩამოყავს რისკები, რომ არასწორად მოითხოვონ კლინიკებმა თანხები და მაქსიმალურ არჩევანს აძლევს პაციენტს. ეს არის სამი მთავარი და 4 დამატებითი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნახოთ რესურსი, რომ მოწყვლად ნაწილს განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ დაუცველად და მარტოხელა პენსიონერებს გაუჩინოთ მიწვდომადობა ამბულატორიული მედიკამენტების, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისადმი. აი ძალიან მოკლედ ეს 4 მთავარი მიმართულება არის ჩვენი ამოცანა. კი ბატონო, ერთ-ერთი კიდე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა შევახოთ ამათ საფთიაქო ნარკომანიას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს საფთიაქების მფლობელები ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვისთვის, საფთიაქო ნარკომანია მაინც რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემასთან გასამკლავებლად? ამას მოგახსენებთ, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანი არის, რომ შევადაროთ რა ნაბიჯები გადაიდგა უკვე. მე არ მინდა რომ რაღაცა ესეთ ბნელი ამბები გავიხსენო, მაგრამ ალბათ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ახსოვს ადამიანები, რომლებიც იყვნენ დამოკიდებული იმ ავადსახსენებელ ინტრავენულ სუროგატულ ნარკოტიკებზე, როგორც არის ვინტიჯები, კრაკადილი და ვხედავდით გაუბედურებულ ხალხს ამით. 2014 წელს გატარებული რეფორმებით ინტრავენული სუროგატული სააფთიაქო ნარკოტიკების გამოყენება შემცირებულია 95%-ზე მეტად. თუმცა პრობლემაც რჩებოდა სააფთიაქო ტაბლეტირებული ნარკოტიკები, უფრო სწორედ ფსიქოტროპულები ნარკოტიკები უკვე ეს პრობლემა მოხსნილი იყო. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები გავატარეთ, გამოიკვეთენ აფთიაქები, რომელსაც არანაირი ლოგიკის გაგონება არ სურდათ, არანაირი სახელმწიფო ინტერესების, არანაირი ეთიკის, არანაირი მორალის და ამიტომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად გავატარეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ეფექტური, ასე ვთქვათ, ოპერაცია, შეიძლება ვთქვათ, რომლის შედეგებსაც თქვენ ბოლო დღეებში ხედავთ და გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ბოლო შედეგები და ეს არ იქნება ეპიზოდური კამპანიური, ასე ვთქვათ, ქმედებები, რომლის რეზულტატსაც დაინახავს საზოგადოება. კი ბატონო, ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ეხება მთავრობის მიერ დაგეგმილ და დაანონსებულ ოპტიმიზაციას. თქვენ როგორ გესახებათ, თქვენ ამაზე გააკეთეთ კომენტარი, მაგრამ უფრო დეტალურად შეგიძლიათ გითხრათ, როგორ გესახებათ მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია და მაინტერესებს თქვენი აზრი, ეს გარკვეულწილად სოციალურ რისკს ხომ არ შეიცავს, ბატონო დავით, მით უმეტეს რომ წინა საარჩევნო ამომრჩევლისთვის არ იყო ცნობილი ამ გეგმის შესახებ. როგორ სწორად გაიგებთ თქვენი ამომრჩეველი ამას? აი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის მართლაც და აი ნებამომისით რამოდენიმე წინადადებით შევეხო. აი მაგალითად სიტყვა ტერმინი ოპტიმიზაცია. ძალიან ხშირად ადამიანები ამას ცალმხრივად აღიქვამენ, რომ ოპტიმიზაცია არის მხოლოდ ან უმეტესწილად ადამიანების სამსახურიდან გაშვება. კი, პირველი აქცენტი ამაზე კეთდება სწორედ.
ცდარად კეთდება, მოგახსენებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი განმარტებით და მათ შორის ჩვენი შემუშავებული გეგმით ოპტიმიზაცია არის ისეთი პროცესების გააქტიურება, რომელიც იგივე რესურსების ფარგლებში მოგცემს ბევრად მეტ შედეგებს, ან პირიქით შემცირებული რესურსების ფარგლებში მოგცემს იგივე შედეგების შენარჩუნების საშუალებას. ეს არის ძალიან პრინციპული. ოპტიმიზაცია არის სტრატეგიული გააწყვეტილება, გარდაუვალი გააწყვეტილება, მაგრამ ეს აღნიშნავს კადრების შემცირებას. ჩვენ ოპტიმიზაცია გვავალდებულებს, რომ ის ინსტრუმენტები, პროცესები და მექანიზმები, რაც ნებისმიერ კორპორაციაში არის, სახელმწიფო თუ კერძოში, რომელიც უყურებს, როგორ მუშაობენ თანამშრომლები, წარმატებულს წაახალისებს და წარუმატებელს პირიქით ალბათ კლებადისკენ მიუთითებს უკვე გათავისუფლებისკენ, რომ ეს არსებული ინსტრუმენტები უფრო კონსოლიდირებულად და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ახალი მოცემულობა, რომელიც დაიწყება 1 იანვრიდან -10% იყოს არა ყველაზე თანაბრად განაწილებული, არამედ ის, ვინც ეფექტურად მუშაობს, მან არ მიიღოს დემოტივაცია -10%-ით, შეიძლება უფრო გაეზარდოს კიდევაც და პირიქით, ვინც ნაკლებ ეფექტურად მუშაობდა და ეს არნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში არის მხოლოდ ეს, ნებისმიერ კერძო კომპანიაში ეს ხდება და ნებისმიერი კერძო კომპანია ესე იქცევა. აი ამ ინსტრუმენტების გამოყენებაზე არის საუბარი და არა მიზანმიმართულ შემცირებაზე, გაუქმებაზე და ასე შემდეგ. ანუ თქვენ სიტყვაში ესეთი რამ არ იგეგმება, შემცირებებს გულისხმობ? მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ შემცირება არ არის ჩვენი მიზანი, არამედ ჩვენი მიზანი არის ის, რაც მოგახსენეთ, არსებული გაფანტული დიფუზურად დეპარტამენტების უფროსების დონეზე, მოადგილეების დონეზე, აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის დონეზე არსებული ინსტრუმენტები, რომლებიც რა თქმა უნდა უყურებენ თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობას, რაც ძალიან რთული არის საჯარო სამსახურში. ეს არ არის ქარხანა და საანკრო, რომ დღის ბოლოს დავთვალოთ, რამდენი საკისარი გამოჩარხა ამა თუ ადამიანმა. საკმაოდ რთული სისტემაა, ეს სისტემა მოქმედებს, მაგრამ ჩვენი ოპტიმიზაციის მთელი დედააზრი არის ის, რაც მის განმარტებაში წერია, რომ გავააქტიუროთ პროცესები, რომლებიც იგივე ან ჩვენ რეალობაში ნაკლები ფინანსური რესურსების შემთხვევაში მინიმუმ იგივე შედეგების შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. ოპტიმიზაცია კომპლექსური საკითხია და არა მხოლოდ ადამიანების ქუჩაში გაშვება. კი ბატონო, ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ზამთარია, მოგეხსენებათ ვირუსების და გრიპების და გაქციების პერიოდია. ეხლა ძალიან გავრცელებულია ერთ-ერთი ვირუსი, რომლის შესახებაც მოქალაქეები თქვენს ალბათ ხშირად გსმენთ, ძალიან უჩივიან მაღალ ტემპერატურას, დისკომფორტი აქვს. რა უნდა იცოდნენ ამ ვირუსის შესახებ მოქალაქეებმა, შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ? წელიწადში ორჯერ მინიმუმ გაზაფხულ შემოდგომის განწყობებას ეძახიან ვირუსული დაავადების და ჩვენ ახლაც ეს სურათი გვაქვს და შესაბამისად ერთი კვირაა, რაც მივიღეთ შესაბამისი ნაბიჯები 24/7-ზე საოჯახო მედიცინის ცენტრების გახსნით. რაც შეეხება ეპიდემიას, არც რაოდენობრივად დგას ჯერჯერობით ამის სურათი და არც თვისობრივად, რაც გულისხმობ, რომ ერთი რომელიმე გამომწვევი რო იყოს გამოკვეთილი, რომელიც დომინირებს აი ამ ვირუსებში. ასე არ არის, განაწილებული არის რამოდენიმე სახეობა. ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი იქნება, რომ გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი გაქციებისგან განსხვავებით, მაღალ სიცხეს, ძლიერ საერთო სისუსტეს, ტკივილს, თავის ან სახსრების არეში, სითხის დალევის დაუშვათ გართულებას, ესეთ შემთხვევაში ძალიან მალე მიმართონ ექიმს. არა სასწრაფოს ექიმს, სასწრაფოს ექიმის ფუნქცია სხვა არის, არამედ თავის ოჯახის ექიმს. იყო კიდევაც პრობლემები სხვათა შორის სასწრაფო დახმარების გამოძახებას დაკავშირებით მოქალაქეები ამაზე ჩიოდნენ, რომ გვიან მოდის სასწრაფო, როდესაც ბავშვებს მაგალითად მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ მე ვერასოდეს და არასოდეს არ დავადანაშაულებ პაციენტს იმაზე, რომ სასწრაფო გამოიძახა დღის საათებში, როდესაც შეეძლო ოჯახის ექიმისთვის მიემართა, ეს არ შეიძლება რომ მეგავაკეთო, ამიტომ მე გეტყვით ციფრებს. ევროპაში, სადაც მუშაობს გამართული გადაუდებელი სასწრაფო დახმარება 1,100,000-იან ქალაქებში, როგორც თბილისი არის, დღეღამეში გამოძახებების რაოდენობა არის 500-დან 700-მდე. თბილისში ეს არის 3200 და აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის ისეთი მიზეზებით, რომელზეც უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. საბედნიეროდ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს წვდომა უკვე ოჯახის ექიმთან. ძალიან დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო ჩვენი სტუმარი. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ გადაცემის მსვლელობისას შევეხებით, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა. მთავრობამ შემოგთავაზა ანტიკრიზისული
გეგმა, ოპოზიციას თავისი შეხედულებები აქვს, ამაზე ვიმსჯერებთ ახლა ჩვენ სტუმრებთან და ჩვენ გაცემის ამ ნაწილის პირველი სტუმარი არის ირმა ინაშვილი, საღამოშობთ საქართველოს ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ თემას შევეხებოდეთ, მე მინდა დღეს გავრცელებულ ცნობას შევეხოთ საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება ხვალ. უკვე გამოცხადდა, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიის ხდომაში, მათ შორის თქვენს თანაპარტიელებთან ერთად. მაგრამ რამდენიმე დღის წინ სხვა პოზიცია ისმოდა თქვენი გუნდის მხრიდან. რატო შეიცვალეთ პოზიციაში გიძლიათ გითხარით, იმიტომ რომ იყო ესეთი მოსაზრება, თქვენ არ მიიღებთ გავს კომისიაში მონაწილეობას. დავაზუსტებ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, ჩართული ყოფილიყავით ყველა საერთაშორისო მუდმივ მოქმედ დელეგაციაში, ვინაიდან ეს საკითხი დაკმაყოფილდა, ჩვენ ჩავერთეთ ეგრეთ წოდებულ ევროპულ დელეგაციებში, შესაბამისად ბოიკოტის თემა მოიხსნა, სადაც ასევე შედიოდა არ შესვლის თემა საკონსტიტუციო კომისიაში, ვინაიდან გადაწყდა საკითხი, ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თუმცა არის გარკვეული პრეტენზიები ამ კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ვიცით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია, უშიშროების საბჭო არ იღებს მონაწილეობას და გარკვეულწილად ისმის კითხვები, თუნდაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც ჩართულები უკვე არიან ამ პროცესში და იღებენ მონაწილეობას, რომ მსგავს შემთხვევაში შეიძლება კომისიის მუშაობის ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დადგეს. თქვენ უყურებთ ამ საკითხს ესე თუ არა? ლეგიტიმაცია ეჭქვეშ ვერ დადგება, ვინაიდან კომისია პრაქტიკულად უკვე შექმნილია, არსებობს დებულება. 73 წევრი უკვე დასახელებულია ამ კომისიის. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ 73 წევრს ვასახელებდით და დიდი ფორმატია ხო კომისიის შემადგენლობის, კარგი იქნებოდა ამ კომისიაში საშუალება მიგვეცა შემოსულიყვნენ არა საპარლამენტო კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც დარჩნენ კომისიის მიღმა, დაახლოებით 5 პარტია ასეთი, სადაც 73 წევრი, იქაც ეს 5 პარტია. მე მგონი არ იქნებოდა ცუდი, რომ ამ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც მიეღოთ მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში. წინასწარ მიდის საუბარი იმაზე, რა თემები იქნება განხილული, ჩვენ ვიცით ხო, რამდენიმე თემა ტრიალებს. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, როგორ წარიმართება დისკუსია. აი ის თემები, რომლებიც ტრიალებს, ხო შეგვიძლია დავასახელოთ, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი, ეს არის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი და ეს არის ჩანაწერი კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით. რომელიმე საკითხზე თქვენ არ დაუჭერთ მხარს, რომელიმე საკითხი თუ კი ის დადგა დღის წესრიგში? ოჯახის საკითხზე ჩვენი პოზიცია ყველა მიცის, რომ ჩვენ ამ საკითხს დაუჭერთ მხარს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის საკითხს, მეტი არგუმენტების მოსმენა მინდა მე ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან, რომლებიც ამ საკითხს აყენებენ, რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა და რატო არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნების წესით ხალხი, რა არის უპირატესობა, როცა პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს. მე მეტი არგუმენტები მჭირდება, ამიტომ ამ თემაზე ჩვენ ვიკამათებთ. არავითარ შემთხვევაში ამ კომისიის თუმცა არ გამორიცხავთ, რომ შეიძლება ან მხარი დაუჭიროთ, თუ მიიღეთ სათანადო არგუმენტები, ან არ დაუჭიროთ. რა თქმა უნდა, ეს ხო პოლიტიკური პროცესია, ეს არის ცოცხალი პროცესი. რაღაცაში რწმუნდები მხარს უჭერ, რაღაცაში ვერ გარწმუნებენ, რჩები შენ პოზიციაზე. ამ კომისიის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა ახლა ვთქვა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვიდეს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების განხილვის თემა. მაჟორიტარული სისტემის საკითხი პარლამენტმა უკვე განიხილა. 200,000-ზე მეტი ხელმოწერა იყო შეგროვებული და შეტანილი კანონპროექტი, რამდენიმე კომიტეტში მოსმენა გაიარა, მისულია კენჭისყრამდე და აღარ უნდა გადმოვიდეს ამ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მაჟორიტარული არჩევნების საკითხი, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ აწყობს ეს მაჟორიტარული ოლქების გაუქმება, ხო გესმით? ამაზე დგას ხელისუფლება, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს ხოლმე მერე მომავალში და ეს საკითხი განხილულია, კარგი იქნება მივიტანოთ პირდაპირ კენჭისყრამდე. სხვა საკითხები, საარჩევნო საკითხები, ის რომ კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია საარჩევნო კოდექსთან. ამის გამო არის ჩვენი 4 დეპუტატი გარეთ, ვინაიდან ხმები გადანაწილდა არათანაბრად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა კოდექსი, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ გადაინაწილეს ეგრეთ წოდებული დარჩენილი გადაუნაწილებელი ხმები და დღეს ჩვენ საარჩევნს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ვერა და ვერ დაადგა საშველი დაენიშნა სხდომა. აი ესეთი დიდი კაზუსები, რა თქმა უნდა
გამოასწოროს ამ კომისიამ. კი ბატონო, ახლა იმ საკითხზე ვისაუბროთ, რომელზედაც შევთანხმდით, რომ ვისაუბრებთ გადაცემაში, ეს არის შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, ლართან დაკავშირებული პროცესები და ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ალტერნატივის სახით ხელისუფლებას. რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს გეგმა, თქვენი გეგმა მაინც და მაინც იმუშავებს ჩვენს რეალობაში? მე ახლა ვისმენდი ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლას და ოპტიმიზაცია ეს არ ნიშნავს შემცირებას, თან ვამცირებთ ადამიანებს, თან არ ნიშნავს შემცირებას. თქვენც გაქვთ ამაზე გარკვეული ჩანაწერი ამ გეგმაში? საქმე რაში არის, ითქვა მინდა, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არც ერთ მოქალაქეს არ აქვს სტაბილურობის განცდა. არ აქვს იმისი განცდა, რომ ის იღვიძებს და მიყვება რაღაცა გეგმას. მის ოჯახურ ცხოვრებაში, ოჯახური ეკონომიკაც არსებობს, ხო? მის კარიერულ საქმიანობაში შეიძლება ხვალ მოგიბრუნდნენ და გითხრან ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. მე კი გპირდებოდი არჩევნების პერიოდში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დასაქმება უზრუნველყოფილი იქნება შენი ხელფასი და ასე შემდეგ, მაგრამ არა. აი ეს არის არასტაბილური სახელმწიფო, არასტაბილურობის განცდა და ამან გამოიწვია კრიზისი და კრიზისის გამომწვევ ერთადერთ მიზეზად მე სხვათა შორის მიმაჩნია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის არაბუნებრივად დიდი მასშტაბის თანხები დაიხარჯა არჩევნების დროს. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს იყო ძალიან დიდი მასშტაბის თანხა, რაც ოცნებამაც დახარჯა და ნაციონალურმა მოძრაობამაც. ჩვენ ახლა რაც შეეხება ჩვენ გეგმას, ჩვენ არ გავართ ამ ხელისუფლებას, რომელიც როცა რაღაცა გეგმით გამოდის, სხვას აღარ უსმენს და ამბობს, რომ მე ვარ მართალი და მე არც ერთ ჩემ პუნქტს არ შევცვლი. აი ეს განწყობა ვნახე მე პარლამენტში, სადაც გამოდიოდნენ მინისტრებიც, ბატონი კვირიკაშვილიც გამოვიდა, მაგრამ არანაირად დისკუსიაში არ ჩაერთო ხელისუფლება. მე ვარ მართალი, ჩემი გეგმა არის სწორი და მორჩა. ეხლა ჩვენ პრეტენზია კი არ აგვაქვს იმაზე, რომ ეს ჩვენი 9 პუნქტი ეკონომიკის კრიზისს დაძლევს, მაგრამ ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები არაერთ ექსპერტთან და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ერთი ვარიანტი. კი ბატონო, ვიმსჯელოთ, სხვა ვარიანტები შემოგთავაზოთ. ჩვენ რას ვთავაზობთ ახლა ხელისუფლებას, რამდენიმე პუნქტს გამოვყოფ და ხელისუფლება რაც გვთავაზობს, რასაც გვთავაზობთ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის გამოსავალი? ეს არ არის გამოსავალი, ეს არის ჰაერი, ეს 4 პუნქტი, ეს ჩვენ ეკონომიკას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს და ის აქციზე გადასახადის ზრდა და ესეთი თემები ისევ და ისევ გაჭირვებულ ადამიანებს დაარტყავს. საწვავის ფასის ზრდა აქციზის და საწვავზე გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე ფასის ზრდას, გამოიწვევს ბენზინზე ფასის ზრდას და ავტომანქანა უამრავ ადამიანს ყავს ქვეყანაში. ანუ ეს ისევ ჩვენ გვირწყავს, გესმით? ჩვენ ვამბობთ ერთი პუნქტი პირველი, რომ მიმოქცევაში და ეს პრაქტიკა არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა, ლარის პარალელურად უნდა შემოვიდეს დოლარი და ევრო. ეს პრაქტიკა გამოიყენა თავის დროზე თურქეთმაც, მაგრამ თურქეთს რო დავანებოთ თავი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოიყენეს, ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა. ვაჭრობა მაღაზიებში, აი მარტივ ენაზე რო ვთქვათ, უნდა წარმოებდეს ლარის პარალელურად დოლარსა და ევროზე, ასევე ხელფასის გაცემაც არ უნდა იყოს აკრძალული დოლარსა და ევროზე. ეს მე არ ვამბობ, რომ კრიზისიდან გამოგვიყვანს ჩვენ, მაგრამ ეს რაღაცნაირად შეუმსუბუქებს ჩვენ მოქალაქეებს ცხოვრებას. შემდეგი საბანკო სფეროს ეხება. არის კოლოსალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ბანკები ჩვენ გვესმის, რომ უცხოეთიდან იღებენ თვითონ სესხს, მაგრამ არა უმეტეს 1-2%-ისა, წლიური პროცენტზე საუბრობ მე და ამ ბანკებმაც პროცენტი, წლიური პროცენტი თავისი მომსახურების ხარჯით უნდა დაწიონ 4%-მდე, წლიური 4%. ესე ჩვება იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, სახელმწიფო სტრუქტურებში და ალბათ ამას გულისხმობდით თქვენ, ოპტიმიზაციის თემაზე რომ საუბრობდით, დღეს დასაქმებულია 116,000-ზე მეტი ადამიანი. არის კიდევ სიპები, სხვადასხვა სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ფულს. 200,000-ზე მეტი ადამიანია დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული და ამ ხელფასზე, მათ ხელფასზე იხარჯება 2,500,000,000 ლარი. ეხლა თუ ამას კიდე სამივლინებო ხარჯებს, სხვა კომფორტს დაუმატებთ, 3 მილიონ ლარს აღემატება ეს თანხა და ეს რას ნიშნავს, რომ თუ კი ჩვენ აი ამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოვათავისუფლებთ აი ამ მოცულობიდან 200,000 ადამიანიდან 50,000 ადამიანს და მას ვეტყვით, რომ ჩვენ დავზოგავთ 500 მილიონ ლარს, აი ეს 50,000 ადამიანი არის 12,500 ოჯახი და 570 მილიონი ლარი რომ მივმართოთ კერძო ბიზნესის დასაწყებად ამ ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საშუალებას მივცემთ 12,500 ოჯახს
დაიწყო ნულიდან ბიზნესი. ეს არ არის ის პროექტი, რასაც ხელისუფლება ხშირად ახსენებს ხოლმე სტარტაპი, ეგრეთ წოდებული, ძალიან უყვართ ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, სტარტაპი. ჩვენ ბიზნესის ნულიდან დაწყებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ყველაფერი უნდა ასწავლო ადამიანს, განათლების, ცოდნის, ბიზნესის წარმოების გამოცდილებაც აკლია ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ მათ უნდა დავეხმაროთ ფინანსური დირექტორით, მენეჯერით, ბუღალტრით, უნდა ავაწყობინოთ ბიზნესი. ეხლა როდესაც მე აი ამ 570 მილიონ ლარზე ვსაუბრობ, აი ხო ხედავთ კონკრეტულ გეგმას ვამბობ ერთ თეზის. თუ ჩვენ ამას 12,500 ოჯახზე გავყოფ, თითო ოჯახი მიიღებს დაახლოებით 46,500 ლარს. აი ხა მე რომ მომცენ 46,500 ლარი და მითხრან, მოდი ნუ იმუშავებ, თქვათ, სახელმწიფო სტრუქტურაში, რაღაცა დეპარტამენტში ვიღაცის მოადგილეთ, არაერთი ადამიანი თანახმა იქნება, რომ დაიწყოს მისი კერძო ბიზნესი, გახსნას ან ატელიე, წვრილ ბიზნესზე ვლაპარაკობ მე. გასაგებია, მაგრამ აქაც კონკურენცია ხო, ყველას დაწყებული ბიზნესი შეიძლება ისე არ განვითარდეს, შეიძლება დასრულდეს, სავალალოდეს, ხო არის ბიზნესის თავისი ნიჭი ჭირდება ამის კეთებას. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ როდესაც შენ 12,500 ოჯახს დააწყებინებ, იქიდან ცხადია ვიღაცას გავამართლებს, ვიღაცას არა, მაგრამ უფრო დიდ ნაწილს შეიძლება რომ ბიზნესი წარმართოს, ააწყოს თავისი პატარა მანუფაქტურა იქნება თუ წვრილი წარმოება და შემდეგ თვითონ დაასაქმოს ადამიანები და დღეს ჩვენ რას ვხედავთ? სახელმწიფო ეუბნება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომ ჩვენ გიშვებთ თქვენ გარეთ, მიდის შემცირება ძალოვან სტრუქტურებში, სხვათა შორის ძალოვან სტრუქტურებში აი ეს შემცირება ძალიან ფრთხილი საკითხია და ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ სწორედ ძალოვან სტრუქტურებში საკადრო რესურსის შემცირებას და არაფერს არ ეუბნება სახელმწიფო, გესმით, არაფერს არ სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს და შენ რა სახელმწიფო ხარ, თუ ვერაფერი ვერ შესთავაზე და უთხარი უბრალოდ წადი და ნახვამდის გწირავმე შიმშილისთვის, გწირავმე უსახკარობისთვის და ეს გაწირვაა დღევანდელ ვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო პატრიოტთა ალიანსის მოსაზრება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკურად ქვეყანა. ეხლა უკვე ნაციონალური მოძრაობის ჯერია, ოთარ კახიძე ჩაგვერთვება, ეხლა პარლამენტზე. სამშვიდობო ბატონო ოთარ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ეკონომიკურ გეგმებზე დავიწყებდეთ საუბარს, ბუნებრივია და ცხადია, ეხლა ჩვენ ვერავულით გვერდს იმ პროცესებს, რომელიც თქვენ პარტიაში მიმდინარეობს და დღეს გაკეთებული განცხადებების შესახებ მაინტერესებს თქვენ საკმაოდ ვრცელი, ესე ვთქვათ, მოხილვა დადეთ Facebook გვერდზე, თქვენ საკუთარ გვერდზე. ასევე თქვენი თანაგუნდელების განცხადებები არის საინტერესო. დავით დარჩიაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამთავრებს არსებობს. შეგიძლიათ გითხრათ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რას გულისხმობდა ბატონი დავითი ნაციონალური მოძრაობის არსებობის დასრულებაში და შემდეგ უკვე თქვენს გამოხმაურებასაც განვიხილავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონი დავითი რას გულისხმობდა, ეს უნდა გითხრათ ბატონ დავითს. მაგრამ ეთანხმებით ამას, ბატონმა გიგი წერეთელმაც დაახლოებით ანალოგიური სულისკვეთების განცხადება გააკეთა. გიგი წერეთელმა რა გააკეთა? დაახლოებით ესე, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები ერთი ეტაპის დასასრულს წარმოადგენს. ხო, ეს აბსოლუტურად სხვა განცხადებაა, იგივე შინაარსის განცხადება არ გახლავთ. ნაციონალურ მოძრაობაში არის შიდა პარტიული უთანხმოება პარტიის მომავალთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გაკეთდა განცხადებები პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პოზიციამ გაიმარჯვა პოლიტიკურ საბჭოზე და შემდგომ ამან მიიღო რაღაც ძალიან უსიამოვნო სახე, რაც გამოიხატებოდა ძირითადად ბრალდებებში, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცას გავურიგდით და რაღაც ვიღაცის თამაშს თამაშობთ. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, აი ეს მინიშნებები კეთდებოდა და ბოლოს ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია ბატონო მიხეილ სააკაშვილმა მისი თანაპარტიელები, ამ პარტიის ლიდერები და ეს პრაქტიკულად უკვე მწვავე დაპირისპირებად გადაიქცა. თქვენ ესე არ უყურებთ